ეგ არის მეგობრებო, რასაც ხედავთ, გავტეხე კამერა. გავტეხე, მაგრამ რას იცავ, ეგრე ხდება ხოლმე, რა ხან გატეხავ, განახალთ იყიდი. მეგრეა ცხოვრება მოწყობილი. მაგრამ რაც თავარია, ჩვენ დაგიბრუნდით, ჩვენ დაგევიდეოთი. და მოდი ბევრი რო აღარ გავატრაკოთ, დავიწყოთ ვიდეო და გავიგოთ რა მიდოს 2025 წელს ჯანთაში. წავედით. ეს არის ჩემი ჯანთა, რაც გადაღებებზე დამაგ ხოლმე ძალიან ძიმეა, ანუ საკაიფოდ მძიმეა. ეს ამრეკლია. ამას მე განახებთ, ჯერ მინდა რომ რაღაცეები განახოთ. ეს არის ჩვენი ჩანთა, აქცეთ არიალი რატო ალბათ გაინტერესებთ, იმიტომ რომ აქ უნდა იდოს ჩემი D850 და 2470, რომელთაც ახლა ვიღებ. ეს არის D850, რითიც ვიღებ, მაგიტო ეს აქ ცარიელი მაგიტო არ. მეორე კამერა მაქვს D750. განსხვავება ის არის, რომ ამას აქვს 24.5 მეგაპიქსელი, თუ სადაც მახსოვს და ამას 48.5 თუ ეგრეა სადღაც 48.5 არის და 750-იც ძალიან მიყვარს. მაქვს მე ჩემი წელის კამარი, რომელიც აქ მიდევს. მე მგონი აქ მიდევს, მაინც განახებთ. ხო. ეს არის ჩემი წელის კამარი, რომელსაც ესე შემოვიკიდებ ხოლმე ზურგზე და D750 აქეთ მაქვს ხოლმე, ან აქეთ რა მნიშვნელობა, ალბათ მარჯვენაზე უფრო 850 მაქვს ხოლმე, იმიტომ რომ ამით უფრო მიყვარს ხოლმე გადაღება. აქეთ D750 და ესე ორივე კამერით მუშაობ ხოლმე. მიკეთოს, მიხდება მომწონს ხოლმე ეს რომ მიკეთია. პატარა რაღაცეები შევცვალე, ტელეფონი დავამაგრე ისე რომ მინდა რომ ეს ნაწილიც გამოჩნდეს კარგად. ცოტა პაუზა მქონდა და ცოტა გვერდი გავიწიეთ და რაღაცეები შეიცვალა რა. რა გინდათ, მოგაგრძელდება ეგრევე ვიდეო, მე ჩალიჩერდით 15 წუთს თქვენ კი არა. რა გინდათ, მა? ისე გეწეწონებთ. რა გინდა, ძმაო, რატო გვეწეწონებთ? გავაგრძელოთ რა, გავაგრძელოთ ერთი რაღაცა დამავიწყდა. ჩანთა არის low pro-ი, ლინკიც იქნება ქვევით და აქ შტატივის დასამაგრებელი. აქ უნდა ჩააყოფინო შტატივის ცხვირი და ამეებით მე შეკრა და დაამაგრო რა. აქ შტატივი ხა იმიტომ არ მიდევს, რომ კამერა მიდევს შტატივზე. აქ საქართველოს დრო შემიდევს და რაღაც ეგეთ რაღაცებს ვდებ ხოლმე. სამშობლოს დიდება ქვეყანა გამწინდება. ნუ შემდეგ აქ ამრეკლი მიდევს. და შემდეგ იხსნება უკვე ჩანთა როგორც წინაზე ნახე. ეს არის ხოლმე როცა მაქვს ხოლმე გადაღება და მივდივარ ისე რომ არ ვიღებ YouTube ვიდეოს. YouTube ვიდეოს როცა ვიღებ ხოლმე, მაშინ სხვა რამეც და მაქვს. ასევე დამაქვს ხოლმე აი ესეთი რაღაცა. ეს არის ტელეფონის სტაბილიზატორი და ძალიან მეხმარება ხოლმე ტელეფონს დავამაგრებ ხოლმე იმაზე და შემოვივლი ხოლმე რასაც მინდა იმას რა. ძალიან მეხმარება ეს ყველაფერში, ანუ როცა YouTube ვიდეოებში ვიღებ ხოლმე ერთი ეს მემატება ხოლმე და რა თქმა უნდა ჩემი მეუღლე, იმიტომ რომ მართლა ძალიან მეხმარება ჩემი მეუღლე ყველა ვიდეოს გადაღებაში, იმიტომ რომ მართლანი რო არ იყოს ხოლმე, ვერ გადავიღებდი ვერანაირ ვიდეოს, იმიტომ რომ მარტო თან ფოტოები იყო, თან საქმე აკეთო და თან კიდე ვიდეო გადავიღო, რო თქვენ განახოთ ჩემი კონტენტი, ძალიან რთულია რა, ამიტომ ძალიან მეხმარება ხოლმე ჩემი მეუღლე ამ ყველაფერში და აქედანაც ძალიან დიდი მადლობა ანი რა. ამ ჩანთის ისტორია მინდა რომ მოგიყვეთ. ეს ჩანთა გავუცვალე ჩემ დას, ანუ ჩემ და მიყიდა ეს ჩანთა ძალიან იაფად როგორც მახსოვს აქ საქართველოში და გავუცვალე იმიტომ რომ მე შევიძინე მაშინ მახსოვს 2470 მეორე და ჩანთაში აღარ მეტეოდა ეგ ყველაფერი რა და მაშინ მე ცოტა პატარა ჩანთა მქონდა. ფოტო თუ ვიპოვე განახებთ და ჩემდეს დიდი ჩანთა ქონდა და რო ჩადებდა ხოლმე ყველაფერს იმდენი ადგილი რჩებოდა რომ ხვდებოდა რომ თვითონ თავისუფლად დიდი იყო რა და მე მივახადე უფრო სწორედ თან მე ცოტა ვეწუწუნე ცოტა გარფილდის თვალები და როგორც იქნა დავკერე ჩემი და რომ მეთქი გამიცვალე მეთქი ჩემ ჩანთაში თქო და ჩემდეს გავუცვალე ეს ჩანთა რა და ნუ ძალიან მაყოფილი ვარ უბრალოდ ერთი მინუსი ის აქვს რომ ლეპტოპის ჩასადები არ აქვს რა შტატივიც ჩემი არ იყო ეს შტატივი მაჩუკა ჩემი მეგობარმა ამიმ აქედან მეკითხვა ამის ეს შტატივი მართლა ძალიან მომწონს და ძალიან შემიყვარდა პირველი გამოყენებისას იმიტომ რომ არის რკინა თავისი წონაც აქვს ისეთი რომ როცა დადებ და ფიქსირდება და აღარ მოძრაობს და ანუ ისეთი იდეალურია ჩემთვის რომ აი მართლა ვიყენებ ყველგან რა თქვენ ალბათ გინახავთ ისეთი შტატივები პლასმასი როა და ვაფშე ხელში რო დაიჭერ წონა არა ისეთი მსუბუქია რომ შეიძლება ზედრო აპარატი დადო ეგრევე გადაყირავდეს და მომსვლე ეგეთი რაღაცა სანამ ამ შტატივს მაჩუქებდა მანამდე მქონდა ეგეთი შტატივებიც და გადავაგდე ანუ საშინელება ეგეთი შტატივები არავის არ გიჩვევთ რეკომენდაციას არ ვუწევ იმიტომ რომ თან როცა დადგავ და ინტერიერს იღებ მაგ დროს ხო გინდა რომ სტაბილიზაცია ქონდეს და კამერამ არ იმოძრაოს და გაასწორო ვერტიკალის და ჰორიზონტალის როცა მაგასაც ვერ აკეთებ, იმიტომ რომ კამერა მაგ დროს მძიმეა უფრო შტატივზე არ გაძლევს მაგის საშუალება შტატივი. ეს არის
ეს არის ფლეში, რომელიც მე ძალიან მომწონს და ეხა არის ტრენდული ძალიან. აქედან ელემენტებს ჩადებ ჩვეულებრივად და იყენებ ძირითადად როცა გინდა რომ პირდაპირ სახეზე იყოს განათება რა. დღესდღეობით ეს ფლეში ძალიან ტრენდულია, იმიტომ რომ როგორც უყურებ ხოლმე Instagram-ზე ძირითადად ყველა ეგეთ ფოტოებს იღებს რომ პირდაპირ ზღურბილში ანათებენ. ეს არის SP910 Nikon-ის ფლეში, რომელსაც ძირითადად ვიყენებ ხოლმე დახურულ ხურცებში, ან რესტორანში როცა ვარ ხოლმე ქორწილში, ამ მსგავსად ძალიან კომფორტული ფლეშია, ლაზერის ძალიან მაგარი აქვს. რამდენი წელია უკვე ეს ფლეში მაქვს, არც ვთება რა, ძალიან კარგად ხმარობ რა. ძალიან მომწონს ამის ყველა ფუნქცია, წონაც აქვს რა. ხო, ოკეი, სანამ გავაგრძელებთ, მე მინდა რომ თეორი სიტყვა D850-ზე ვთქვა, ეხა ხელში არ მჭირავს D850 და ამით ვიღებ, ამიტომ აქედან კოცნას გავგზავნით. D850 იყო ჩემთვის ერთ-ერთი საოცნებო კამერა რა, იმიტომ რომ ჩემი ვიდეოებს თუ უყურებთ, გეცოდინებათ რომ 15 წლის ვიყავი, როცა მე ფოტოგრაფობა დავიწყე. მაშინ D850-ის გამოსული არ იყო. აქტიურად ვიყავი, მაშინაც ჩართული ამ საქმეში და 2017 წლის 25 ივლისს, როდესაც D850 დაიბადა, მან გამოუშვა ეს კამერა. მაშინ იყო ერთ-ერთი საუკეთესო კამერა, იმიტომ რომ ყველა ამ კამერაზე ლაპარაკობდა რა, ჩემს ირგვლივ თან ანუ მაშინ ჩემთვის ეს კამერა იყო ისე რომ აი მე მგონა რომ მართლა ვერასდროს ვერ შევიძენდი რა და მაშინ თქვი რომ მეთქი ამ კამერას უეჭველი ვიყიდი რა რომ მეთქი შანსი არაა რომ აი წლები რო გავა უეჭველი მე გავიზრდები აი ყველაფერს ვიზამ მაგისტვის და ვიყიდი მეთქი ამ კამერას მე ამას მეთქი შევძლებ რა მაინც გავაკეთებ ამას თქო და შევძელი 7 წლის მერე რა ჩემი ხარჯებით, ჩემი შრომით, ის ბავშვური ოცნება რაც მაშინ მქონდა, ავისრულე. კი 7 წლის მერე, როცა უკვე D-სერიებში Nikon-მა 850 გამოუშვა და მაგის მერე აღარც უმუშავია D-სერიებზე, გადაერთო უკვე Z-სერიის ლინზებზე. კი, ეხა მაქვს ოცნება რომ Z9 მქონდეს. ნუ 0-ზეც არ ვიტყოდი უარს. ერთი ეგ იყო რა, ამ კამერასაც რო ყიდულობდი, ბევრი მეუნებოდა რომ ანუ რა დგინდა D850 უკვე ძველია, ანუ კამერას მე მაგალითად ეხლა ბევრ მგელს ვეძახი. იმიტომ რომ თავის საქმეს ძალიან მაგრა აკეთებს და Z-სერიის კამერებშიც ვიცი რომ ძალიან ბევრს ჯობია რა. კი, Z8, Z9, გავსი Z-სერიის კამერები, რა თქმა უნდა, რაღაცეებში D850-ს ჯობია. გინდა ავტოფოკუსში, გინდა სიჩქარეში და ასე შემდეგ. მაგრამ ჩემთვის ესეც საკმარისია, იმიტომ რომ არ მჭირდება ძირითადად ეგეთი სწრაფი კამერა. ეხა უკვე მიზნად დავისახე ის რომ შემდეგ წელს თუ არა, რამოდენიმე წელიწადში, თუ კიდე რამე არ გაანახლა Nikon-მა, უკვე და რომ გადავიდე Z-სერიის კამერაზე. ხო, ზუსტად ისე ვარ, როგორც 17 წლის მიშო იძახდა რომ აი D850 მინდა, ეხა ისე ვარ ზუსტად ისევ იმ აღტაცებით, რომ წლები გავა და მე აუცილებლად მივალ იქამდე რომ შევიძინო Z9. ამ ვიდეოში მოდი მე ვიტყვი რომ რამოდენიმე წლის მერე ამ ვიდეოს რო ვუყურებ, ცრემლები წამოვივა, იმიტომ რომ მაშინ უკვე Z9 მექნება და ჩემი D850 ყოველთვის ჩემს გულში იქნება, ისევ იმ გულით და ისევ იმ სურვილით და ისევ იმ სიყვარულით დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად მივახცევ ჩემს ბიზნესს, რაც ჩაფიქრებული მაქვს. ეგ იყო ჩემი D850-ის სპიჩი. მოდი ახლა გავაგრძელოთ ჩვენი ჩანთის განხილვა. აქედან დავიწყებ. ეს არის 85 მმ-იანი, რომელიც ჩემი მეგობრისგან შევიძინე და ძალიან მომწონს, კი D-სერიის ლინზა არის და ძველი მოდელია, მაგრამ დიაფრაგმა 1.4-ზე ეხსნება და ძალიან კაი ბლარს მიკეთებს უკან და ხარისხის ძალიან მაგარი აქვს. რახან D-სერია არის, ამას ავტოფოკუსიც არ აქვს თავისი, მაგრამ D850 და D750 შიგნით ჩაშენებული აქვს და მაგაში ხელს არ მიშლის, კი შეიძლება უფრო ნელია, მაგრამ მე არც ფეგურს არ ვიღებ. არც მსგავს რაღაცეებს რომ ჭირდებოდეს ცოტა ჩქარი ავტოფოკუსი რომ ფოკუსი არ ამიცდეს რა. ჩემთვის ძალიან კომფორტული ლინზაა. ეხა D-სერიის ლინზა მაქვს, მაგრამ რამოდენიმე წელიწადში ან თვეში ან რავი, რაც უფრო მალე იქნება უკეთესი. It was at this moment that he knew. He fucked up. მოგილოცოთ? მაის ბილივი გამომივიდა. მოგილოცოთ G-სერიის 1.4-იანი 85 მმ-იანი ლინზა რა. 85 მმ-იანი 1.8-იანი ლინზაც ვნახე და დიდად ვერ მოვიხიბლე, იმიტომ რომ 1.8 როცა არის დიაფრაგმა, ჩემთვის არ იყო რა. დემონებაში რაც ვნახე რევიუები 1.4 უფრო მომეწონა, ვიდრე 1.8-იანი ახალი სერიის რა. თან ფასიც როგორც ვიცი ეს უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ის ახალი სერია, ოღონდ 1.8-იანი. 1.4-იანი ვიცი რომ ძალიან ძვირი ღირს. ვისთვის როგორ გააჩნია რამდენი გაქვს? თუ ბევრ ფულს შეულობ რა თქმა უნდა შეთვის არაფერი არა მაგის ყიდვა, მაგრამ ვინც ესე ჩვენი შრომით რაღაცებს ცდილობთ რაღაცებს მივახციოთ, რაღაც მომენტში შეიძლება გვეძრებოდეს ხოლმე, მაგრამ რაღაც მომენტში არა.
ამიტომ ეს არის ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ლინზა, რომელსაც ვიყენებ ხოლმე პორტრეტების გადაღებისას რა, ძალიან კომფორტულია რა. პორტრეტების გადაღებისას ასევე ვიყენებ ამას აქეთ დავდებ. პორტრეტების გადაღებისას ასევე ვიყენებ, ეს არის 50 მმ-იანი. ესეც პორტრეტების ლინზაა, ესეც 1.4 დიაფრაგმითაა. ამას 1.8-იანიც აქვს და ასევე ტესერიაც აქვს, 1.4-იანი და 1.8-იანი რა. უკან მიდევს ძველი მოდელი, როგორც მახსოვს. ეს თავიდან რო დავიწყე გადაღება 15 წლის რო ვიყავი, მაშინ D300 მქონდა და ეს 50 მმ-იანი მქონდა, 1.4-იანი D-სერიის ლინზა და მაშინ იყო ეგ ჩემთვის პირველი ნაბიჯები და ძალიან მიყვარს 50 მმ-იანი მის მერე და ყოველთვის ჩემი ჩანთის ერთ-ერთი ჯიბეს ყოველთვის დაიკავებს. ამიტომ მეც ამას რეკომენდაციას ვუწევ. Z-სერიის ლინზაზე რო გადავალ, ალბათ შეიძლება Z-სერიის 1.4-იანი მიყიდო, არ ვიცი, ვნახოთ. ესეც ჩემგან რეკომენდირებულია რა, ძალიან მომწონს ამითი გადაღებაც რა. ეხლა გადავიდეთ ერთ-ერთ ჩემს საყვარელ ლინზაზე, ეს არის 70-200. ამით შეგიძლიათ ივარჯიშოთ. საკმაოდ მძიმეა. ალბათ ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც ჩემი ჩანთა მძიმდება ხოლმე, მაგრამ ამით გადაღება არის სრული სიამოვნება რა. შორიდან ჩაჯდები და თუ ქორწილს იღებ, მაშინ ცოტა ყვირილი გიწევს, რომ ხციზე პატარა ძალს გააგონო რა, როგორ გააკეთონ, თუ გამოცდილი რა მხრივ, ან მხრივ კი არა, რომ ბევრჯერ გათხოვდა ანიმე, ბევრჯერ მაიყვანა წელი. გამოცდილი იმ მხრივ, რომ გამოცდილება აქვს იმ თემაში, როგორ იპოზიორონ ან სიძეს, ან პატარ ძალს, ან ორივეს. ორივეს თუ გამოცდილება აქვს, აი იდეალური გამოდოს, იმიტომ რომ მაშინ არც ყვირილი არ მიწევს, არაფერი, უბრალოდ შორიდან ვზივარ და ძალიან გემრიელი, სუფთა და დახვეწილი კადრები გამოდის 70-200. ასევე ამას იყენებენ სპორტის გადაღების დროს, როცა ფეხბურთს, კალათბურთს ამ მსგავს რაღაცებს იღებენ. უბრალოდ უფრო ჩქარი ფოკუსით. ეხლა D850-ით გაგიჭირდება გადაღება. უფრო სპორტკამერები არის D6, D5, D4. ეგენი არის სპორტკამერები, რომელსაც ჩქარი ფოკუსიც აქვს, სტრაფი მიყრაც აქვს ფოტოებისეც და მაგ დროს სპორტ გადაღებისას იდეალურია რა. 70-200 მიყვარს მე ძალიან, რეკომენდაციას ვუწევ და რავი, ფასიც ისეთი აქვს, რომ შეიძლება ბევრი ადამიანი ვერ მოიხიბლოს, მაგრამ დამიჯერეთ თუ შეიძენთ, ძალიან სიამოვნებთ და თუ არა გაქვთ კიდე ძალიან ბევრ ხაზას კარგავთ რა. ახლა კი გადავიდეთ ბოლო ლინზაზე, რომელიც მე ჩანთაში მიდევს დღეს. ეს არის 14-24 მმ ლინზა. ეს ლინზა არის ძირითადად ინტერიერისთვის, ბუნების გადასაღებად, ან ძალიან მაგარი ლინზაა, ძალიან მაგარი გაშლა აქვს, ძალიან მაგარი დეტალიზაცია აქვს და ძალიან მომწონს ეს ლინზა რა. ერთ-ერთი აუცილებელი ლინზაა, რომ ფოტოგრაფს ედოს ჩანთაში, იმიტომ რომ როდესაც ისეთ ადგილას გაქვს ფოტოსესია, სადაც მნიშვნელოვანია, რომ ჩანდეს ადგილი, სადაც ხარ და ის სილამაზე, რაც იქ არის, გინდა რომ გადმოცე უფრო კარგად, ეს არის ის ლინზა, რომელთაც შეგიძლია რომ ეგ ყველაფერი გამოაჩინო რა. ესეც საკმაოდ ძვირი ლინზაა და ძვირი სიამოვნებაა მის ყიდვა, მაგრამ თუ გაქვს იმის საშუალება რომ იყიდო, აუცილებლად უნდა შეიძინო რა. მე ძალიან მომწონს, მაგით აიყავებს ჩანთაშიც ადგილს და ეგ არის ძირითადი ტექნიკა, რაც დამაქვს ხოლმე რა. მოდი ახლა მე მინდა რომ გადავიდეთ პატარ-პატარა ჯიბეებზე. ეს არის ტელეფონის დასამაგრებელი, რომელიც შეგიძლია რომ აპარატს გაუკეთო ესე ზემოდან და ტელეფონი დაამაგრო და თავრცა ფოტოებს იღებ, ან rilsებისთვის, ან ვიდეოსთვის. ძალიან კომფორტულია რა, იმიტომ რომ მაგ მომენტში რომ ტელეფონიც გაქვს ჩართული და თან იღებ და თან პროცესში ხარ, ან ხელის მოწერის ცერემონია, ან რაღაც ისეთი ხდება რა, დროსაც გინდა რომ ვიდეოც გადაიღო, რომ მე დასადებად გქონდეს სხვაგან, იდეალურია რა. ჩვეულებრივად ტელეფონს ჩადებ და რეკ და წავიდა რა. ეს ერთ-ერთი კიდე რაც მომწონს. ხო, ეს შემდეგი დეტალი კიდე ეს ძალიან მომწონს, მაგრამ ჯერ არ გამომიყენებია, იმიტომ რომ ჯერ არ დამთხვევია ისეთი პერიოდი, რომ ფოტოსესიის დროს წვიმდეს. ოპა, გავუკეთებ აპარატს და აპარატი დაცულია რა, წვიმაში. წვიმაში აღარ დაგისვალდება რა. D850-ზე წერია, რომ წყალგამძლეა და წვიმაში შეგიძლია ჩვეულებრივად იმუშავა კამერით, მაგრამ სიურთხილეს თავი არ ტკივა, მეგობრებო, რა თქმა უნდა, იმის საშუალება თუ არის, რომ დაიცვა აპარატი იმისგან, რომ წყალი არ შევიდეს შიგნით, რატომაც არა რა. ძალიან მაგარი რაღაცაა და აუცილებლად თუ მომიწია ისეთი პერიოდი, რომ წვიმდეს და თან ფოტოსესია გქონდეს, აუცილებლად გამოსადეგი რაღაცაა რა. ხო, ეს არის ფლეშზე, როცა მინდა რომ ხოლმე სხვა ფერით გაანათოს. კამერას ხო ვუკეთებ ხოლმე, ამას ზემოდან ჩამოვაცვავ და უკვე აქ მე ეს ფერებიც მაქვს, როგორც მახსოვს, ეხლა მიკეთია სტაფილოსფერი ფერი, როცა ესე იღებ თეთრი განათებით იღებ ხოლმე, ამას როცა გავუკეთებ, რა ფერსაც გავუკეთებ, იმ ფერს შუქს ისრვის ხოლმე ზევით და მაგ ფერი ფოტოს გამოდის. ფერი მე ძალიან მიყვარს სტაფილოსფერი და ამიტომ ძირითადად ეგ მიკეთია ხოლმე. კიდე ესეთი რაღაცეები მაქვს.
ეს არის ფილტრი. რისი ფილტრი ალბათ გაინტერესებთ ამას მე გეტყვით. ეს არის 58 მმ-იანი ფილტრი, რომელიც უყენდება 50 მმ-იანს და ძირითადად მას ვიყენებ იმისთვის, რომ არეკლილი რაღაცეები გააქროს რა. ისთვის ვიყიდე, მაგას გეტყვით რა. გადაღება მქონდა, უნდა გადამეღო მანქანები და მანქანები ძირითადად იცით, რომ რეალებს და ირეკავს ყველაფერს, რაც მის ძირგვლივ არის, მათ შორის მეც თუ ახლოს ვარ მისული რა. თუმცა ამას გავუკეთებთ ხოლმე 50 მმ-იანს შუშაზე უმაგდება, ჩვეულებრივად. მე ეს ტრიალებს თან რო კამერაში იყურებით უნდა მუარგოთ ისე, რომ არეკლილი რაღაცები ჩაახშოს და მუარგებ როგორც გინდა შენ გემოზე და როგორც კი გაქრება არეკლილი ხე იქნება ეს ადამიანი თუ შენობა, როგორც კი გაქრება, მე გადაიღებ და ეგ არის რა, მე ფოტოშოპში აღარ გიწევს იმის ჩალიჩი, რომ აუ ეხა მანქანაზე მე ვჩანვარ და რაღაც მსგავსი რა. ძალიან მაგარი რაღაცაა, ესე შეგიძლიათ, რომ თქვენს ჩანთაში იდოს. ეს არის შტატივზე დასამაგრებელი ამ ადგილას ამ რეკლს გავუკეთებ ესე და დაიკიდება და ადამიანი თუ არ ყავს ვის დაგეხმარება რომ ამ რეკლი გააჭერინო ამ რეკლი კაცი ალბათ გაგიგიათ გინახავთ ქორწილებში ვიღაც ადამიანი ყოველთვის არსებობს ვისაც ამ რეკლი უჭირავს და სიძე პატარდელს ანათებს ისე როგორც ფოტოგრაფი ეუბნება რა ეს არის შტატივზე მაგრდება ამაზე ესე გაწევ აქ ამ რეკლს შედებ და დაიჭერს რა ადამიანი თავისუფალია იმის გარო დაასაქმე ხა რაც შეეხება ამ რეკლს ამ რეკლი არ მინახებია თქვენთვის და რატო გადავდეთ ბოლოში არ ვიცი ეხლა მინდა რომ განახოთ ეს არის ოპა ეს არის ამ რეკლი საკმაოდ დიდი რომელსაც გააჩნია ესეთი რაღაცეები რა შეგნით არის დიფუზორი ეს არის ესეთი რაღაცა თუ ზე ძალიან ურტყავს შეგიძლიათ მარტო ეს ამოიღოთ და აი თითქოს გინდათ რომ დაჩრდილოთ რა ვისაც უღებთ ადამიანს ზემოდან მზეს მიანათებ და სახეზე თანაბრად გადანაწილდება შუქი ისე რომ არც ზედმეტი ჩრდილი გექნება აი შუა დღეს თუ იღებთ ხოლმე მოგიწევთ ფოტოსესია მაგ დროს როცა ამ დიფუზორს გამოიყენებთ მზეს ამაში გაატარებთ და მერე გაუშვებთ ობიექტზე რასაც იღებთ და მიიღებთ დაბალანსებულ ფერებს ასევე გააჩნია მას თეთრი ფერი რომელიც მზეს ირეკლავს კარგად და ასევე ოქროსფერი რომელიც ფოტოზე გექნებათ უფრო ოქროსფერი ტონების სახეზე რა ეს არის ჩვენი ამ რეკლი და იკეცება easy მარტივად. ზოგადად ის არის ჩემი ჩანთა რაც დამოხმე გადაღებებზე ხო განათება ის და მეორე აგერ არის ვითიც ხა მანათებს სახეში. მოდი ხა ესეთი ჩელენჯი მინდა რომ გავაკეთო რა. ტაიმერს ჩავრთავ და რამდენ წამში შევძლებ და რამდენ წამში ჩავალაგებ ჩემ ტექნიკას ჩანთაში რა. მოდი დავიწყოთ 3 2 1 წავიდა. აქ კამერა რომელიც მანდევს აკ ეგ არის. ეს არის ჩანთა, რომელშიც დევს ჩემი ტექნიკა, რითიც მუშაობ ხოლმე 2025 წელს. რომლის სპონსორიც არის შეიძლება თქვენ ყოფილიყავით, მაგრამ არ მყავს სპონსორი. არა უშავს. ეგ არის და ეგ. მეგობრებო, ეს იყო ჩვენი მორიგი ვიდეო. მადლობა რომ ხართ ჩემი ერთგული მაყურებელი. მადლობა რომ მიყურებთ. მადლობა რომ ჩემ არხზე ხართ. კიდევ ერთხელ გთხოვთ რომ არხი გამოიწეროთ, ვიდეო და ლაიქეთ და რაიმე შეკითხვა თუ გაქვთ ტექნიკასთან დაკავშირებით და შემიძლია მე რომ პასუხი გაგცეთ, შეგიძლიათ რომ დააკომენტაროთ. ან ნებისმიერი ერთი გული მაინც დააკომენტარეთ. კარგად იყავით, სულ ეს იყო და დაგემშვიდობებით შემდეგ ვიდეომდე. კარგად. მეგობრებო, ალბათ გაინტერესებდათ ზემოთა კადრს როგორ ვიღებდი ხო? როცა მარტო ხარ ხოლმე. შემდეგ ვიდეომდე.